სამწუხაროდ ჩვენს უსაყვარლეს მეგობარ სოფოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, მას სჭირდება თანადგომა და ჩვენ ზალებში რაც შედის, ჩვენი თანადგომით, ჩვენი შემოქმედებით გვინდა რომ შეუმსუბუქოთ მას მისი განსაცდელი და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით დავიწყოთ რაღაც მუსიკალური აქციები თუ შეიძლება ესე დავარქვათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს რა თქმა უნდა ხელშეწყობას და ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით, სამინისტროს ჩართულობით, კონკრეტულად ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით განახორციელოთ ეს კონცერტი და იმედია კონცერტები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და მინდა ვთქვა ის, რომ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის მიზეზი, რისთვისაც ჩვენ აქ ვიკრიბებით, იმისთვის ვიკრიბებთ, რომ სოფიას გვერდზე დავუდგეთ. მე ვფიქრობ, რომ აი აუცილებლად როდესაც ეს მოხდიარს, როდესაც ამდენი ადამიანი ერთიანდება გვერდში უდგას ერთმანეთს წესით ამას ყოველთვის უნდა გქონდეს ძალიან კარგი და დიდი შედეგი. მთელი გულით მინდა რომ ეს გამოგვივიდეს და გონია რომ გამოგვივა. ძალიან მისასალმებელია ის რომ კაპელა ატარებს საქველმოქმედო კონცერტს მის ერთ-ერთი წამყვანის ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მომღერლის სოფო კვიციანის დასახმარებლად. სოფო არის ის პიროვნება, რომელიც პირველი დღიდან, რაც თბილისში დაიწყო მოღვაწეობა ამ კაპელამ, პირველი დღიდან მონაწილეობს ამ კაპელის ამ შემოქმედებაში და მე ძალიან ვწუხარ, რომ ასეთი აქცია დაჭირდა მის ჯანმრთელობას, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ. და ის რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა მის დასახმარებლად ეს არის ის დიდი თანადგომა რომელსაც იმსახურებს კაპელა და მისი შესანიშნავი წევრი სოფო კვიციანი წარმატებაზე ჯანმრთელობას უსურვებ მას და მთელს კაპელას ჩვენ შევიკრიბეთ რომ დავეხმაროთ გვერდში დაუდგეთ ჩვენს მეგობარს სოფო კვიციანს ჩვენ ვართ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა სოფოს ჩვენი წევრი არის უკვე ძალიან ბევრი წელია და უბრალოდ გვინდა რომ გვერდში დაუდგეთ რითიც შეგვიძლია და ჩვენ ეს შეგვიძლია რომ მისთვის ჩავატაროთ კონცერტი და მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. სოფოს აქვს ხოჭკინის ლიმფომა და გთხოვთ რომ ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება ხარში დაგვიდგეთ და გაიღოთ მცირედი მაინც მითითებულ ანგარიშის ნომრებზე, რომელიც გავრცელებული არის Facebook გვერდზე.